გუნდში, კისერში, ყველგან შეიძლება დუმაში შეიძლება ამ ვაქცინის გაკეთება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტექიმებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოლისის ერთ-ერთ ფერმაში მყოფი 400 სულიცხვარი დღეს ყვავილის დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით აწრეს. სახელმწიფო პროგრამა დღეს დაიწყო, მასში ჩართვა კი საქართველოს ყველა რეგიონში მყოფ ფერმერს შეეძლება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია და რეგისტრაცია დღეს ჟურნალისტებთან ერთად განახორციელეს. აცრას ექვემდებარება 3 თვიდან ზევით, 3 თვიდან 6 თვემდე იცრება ორჯერადად, 2 კვირის შუალედით. 6 თვის ზემოთ იცრება იგივე დოზით, ოღონდ ერთჯერადად. საშიშროება დიდი არის, იმიტომ გამოიწვევს სულადობის დაცემას თან მასიურად. ამიტომ ძალიან დიდი საშიშროება არის და აუცილებელია ყვავილზე დამუშავება. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მთელი დაავადებებზე პროფილაქტიკურ ვაქცინაციებს, რაც აუცილებელი არის ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოების შესანარჩუნებლად. აქ საუბარი არის თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი და ცხვრისა და თხის ყვავილი. სახელმწიფო პროგრამა 3 წლიანია და ის საქართველოში შინაური ცხოველების სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის ჯილეხზე, ყირიმ-კონგოს და ცოფის დაავადებაზე აცრას ითვალისწინებს. მიზანი კი გლეხური და ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერა და ცხოველთა იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის დანერგვაა. სახელმწიფო პროგრამა გულისხმობს იმას, რომ 6-7 სხვადასხვა საშიში ინფექციაზე დაავადებებზე სახელმწიფო ხარჯებით ჩატარდება აცრები, ასევე გამოკვლევები, აღებული იქნება სისხლის ნიმუშები და მათი კვლევა ჩატარდება ლაბორატორიაში და ასევე ამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდება რეგისტრაცია, იდენტიფიკაციის პროცედურები, რაც გახლავთ საყურე ნიშნების დადება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ იყოს ყველა პირუტყვი მიკვლევადი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვზე მსგავსი სახის მასშტაბური აცრები არ განხორციელებულა. რეგიონებში მცხოვრებმა ფერმერებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ფილიალებს უნდა მიმართონ. ძალიან მნიშვნელოვანი არის უფასო ვაქცინაცია არის და მოხარული ვარ ამით. და რაც შეეხება ადრე ცხვარი წელს ამყავს და პირველად მოხდა რომ ამ დროში უფასო ვაქცინაცია არის და მოხარული ვარ კიდევ აუცილებელი არის და ესე რომ გაგრძელდეს უფრო კაი იქნება. პროგრამა 3 წლიანია, მისი განხორციელება კი სახელმწიფო ბიუჯეტს მიმდინარე წელს 2 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.